და როცა მართალი ხარ და ან და ის სიტყვაზე ვიღაც ხალხი დაბარია მაგალითად და აუცილებლად უნდა იყო რაღაცნაირად აისარგო ამის გამტარი. კი ბატონო, არის ეგეთი შემთხვევები, როცა იცი რომ 100%-იანი მართალი ხარ, არის ეგეთი შემთხვევები, რომ აი ის ვინც გაღიზიანებს ის 100%-იანი მტყუარია, მაგრამ ზოგჯერ უფალს ჩვენი სიმართლე არ ჭირდება, ზოგჯერ უფალს რა ჭირდება იცი? თავდაბლობა და სიმშვიდე ჩვენ მხრიდან. ჭირდება უფალს რომ მისი სიმართლე გამართლეს და არა ჩვენი სიმართლე. უფალს ზოგჯერ ზულს ჩვენი სიმართლე. იმიტომ რომ უფალი გეუბნება მე შენ გულისთვის ჯვარზე გავეკარი. მე შენ გულისთვის ავიტანე შეფურთხება, ლანცვაგინება, ცილისწამება, ყველაზე დიდ ღმერთს, ყველაზე მცირეობა, სატანობა დასწამეს. სატანის ძალით აკეთებდი ამ სასწაულებსაო და ამას ითმენ და ჩვენ გულისთვის, ჩვენც ხომ უნდა მოვითმინოთ ქრისტეს გულისთვის, ჩვენც ჯვარზე უნდა გავეკრათ ქრისტეს გულისთვის, როგორც ქრისტე თავის სიყვარულით გაეკრა ჩვენ გულისთვის ჯვარზე და ეს ჯვარცმა ჩვენ იქნება აი ამის დათმენა. მართლა მოგცეს ამის გააზრება. ვინ გაგვაკრავს ჩვენ 21 საუკუნის ჯვარზე? ვეცადოთ რომ აი თავდაბლობა და სიმშვიდე თავარი საწინააღმდეგო იარაღია ამ პარტავნებისა და მრისხანების წინააღმდეგ.